სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღევანდელი თემა არის აღსარება და იმ დაწერეს კომენტარებში და ძალიან მოკლედ მინდა ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით. მეგობრებო, ნახეთ, ანუ ჩვენ აღსარებაზე მოძღვარს ცოდვების სია კი არ უნდა მიუტანოთ, არამედ სინანულის გრძნობა. ანუ არა დეტალურად რაღაც დამუშავებული ტექსტი, დისერტაცია, ესე იგი რომ მოაქვს 3 და 4 და 5 ფურცელი და არამედ შემოსრული გული. გახსოვთ 50-ე ფსალმოში როგორ წერია? გული შემოსრული, სული შემოსრული, გული შემოსრული. ანუ შენი ცოდვების ცოდნა კიდევ არ ნიშნავს სინანულს, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ღმერთი მიიღებს გულწრფელ და ვთქვათ, კეთილსინდისიერ აღსარებას, ხო? ცრემლებისა და ღრმა სინანულის გარეშე. ანუ გულია მეგობრებო, თავარი, უფალი გულს უყურებს და არა ჩვენ გარეგნულ რაღაცას, ხო? თუ ჩვენს ესე იგი გაქვავებულ, ასე ვთქვათ, გულს არ ძალუს ტირილი, ეს არ უნდა, ესე იგი გვექცეს კიდევ ერთი რაღაც მიზეზიათ, ხო, რომ აი აღსარება, ესე იგი ვერ ვაბარებ და უცილებლად ტირილი არა საჭიროში. გასაგებია ადამიანი, როდესაც ტირის და სინანული აქვს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, ამაზე კარგი რა არის, ხო, და უფალი ხედავს ამას. გახსოვთ ხო, როგორ ცხარცრემლებით იტირა პეტრემ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომ აი ჩვენი აი ესე ვთქვათ, უგრძნობელობა აღსარების დროს გამოწვეულია ღვთის შიშის უქონლობით და მცირედ მორწმუნეობით. ამას უნდა ესე იგი შევებრძოლოთ და წინ აღვდგეთ. აღსარების ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტი ცოდვების სიტყვიერი აღიარება. ანუ არ უნდა დაველოდოთ მოძღვრის კითხვებს, ხო? აი ვთქვათ, ის გააკეთე, ეს გააკეთე, ის ჩაიდე. გასავთ, აღსარება, ანუ გმირობა და თვითიძულება. უნდა ვილაპარაკოთ გულახდილად, ხო, და არ ას დამბალოდ მიჩქმალოთ იქ რაღაცეები, ანუ ცოდვის, ანუ ასევე თუ ვისაც აქვს, არ ვიცი ხა ბოდიში, მაგრამ იქ შეიძლება ადამიანს აქვს და ცხენია ვერ მიდის და ესე იგი ასევე დეტალებში არ უნდა მოუყვეთ ახლა, ხო, ხდებით ახლა გასაგებია, ხო, შეიძლება ისეთი ცოდვები არის, ხო, ანუ დეტალებში და კონკრეტიკაში არ უნდა ჩავორმავდეთ. ანუ თავარია სინანული, მეგობრებო, სინანულია თავარი. და რა თქმა უნდა, ხშირად უნდა ჩავაბაროთ აღსარება. მონანიების შედეგია სულიერი სიტუაციის მსუბუქის, სისუფთავის და განუსაზღვრელი სიხარულის გრძნობა. ანუ ჩვენი მეგობრებო, სინანული, ესე ვთქვათ, ფუჭი იქნება თუ არ გადავწყვეთ და არ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ აღიარებული ცოდვა არ გავიმეოროთ. აი როგორც არის, ხო, აი მივალთ და უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები სუსტები ვართ და ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ ცოდვას, მაგრამ თუ ჩვენ შევეწინააღმდეგით, ხო, ამას ოდნავ მაინც ჩვენ ხო არ გვინდა ბრძოლა, ჩვენ არ გვინდა თავი რომ შევიწუხოთ, ჩვენ ზარმაცები ვართ რა, ეს არის რეალობა, ეს არის სიმართლე. და ამიტომ მუდმივად უნდა ვებრძოლოთ ამას. გასაგებია რომ ადამიანი ხა ზოგი ესე იგი ფიქრობს, კიდევ ერთხელ უბრუნდები, მე რატო ვამბობთ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომენტარებში წერენ, აი მაგალითად იუდა და პეტრეს მაგალითი, ხო? ჩვენ ვიცით რომ პეტრე უფრო ესე იგი ვარესი ცოდვა ჩაიდინა, მან 3-ჯერ უღალატა, 3-ჯერ უარყო უფალი, მაგრამ შემდეგ
წავიდა და ცხარესრებად იტირა და მას მთელი ცხოვრება ეს ქონდა ეს სინამდვილე და უფალმა მას მიუტევა, წარმოიდგინეთ. და მეტიც ის ხდება თავდამოციქული და თავი ხდება, ხო? პეტრე და პავლე ჩვენ ვიცით. ამიტომ იარეთ მეგობრებო ახსარებაზე, ნუხცხვენიათ, იქ დამიჯერეთ, იქ უფრო შეგრცხვებათ. იქ სადაც ჩვენი აზრიც კი და ფიქრები რაც ქონდა, ყველაფერი გამჟღავდება და ყველაფერი აი ესე გახდება ყველას გასაგებად. და ყველა გაიგებს. ამიტომ ის ცოდვებიც ესე ვთქვათ, ვაღიაროთ, რაც ფიქრში გაგვივლის ხოლმე, ხა ჩვენ ადამიანები ვართ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სუსტები ვართ. ხანდახან ხა პირე აი გეტყვით თუ გნებავთ ჩვენ პირად მაგალითზე, ხანდახან ისეთი აზრი შემომივარო, ესე იგი არ ვიცი საწავიდე ვამბობ ხოლმე, ესე იგი ეს მე ვარ თუ არა. მაგრამ ამაზე მაქვს მე ჩაძრილი ხა აღარ ვისაუბრებ ამაზე, ხო, ეს შიშებზე, პანიკურ შემოტევებზე, ფიქრებზე ძალიან უკაცრავად ძალიან ეს საშიშია, იმიტომ რომ არ უნდა ავყვეთ ჩვენ. როდესაც ჩვენ ავყვებით უკაცრავად წელი მткиვა. ანუ როდესაც ჩვენ ავყვებით რაღაცას, ხო, ნახეთ ის იზრდება. ნახეთ შემოვიდა, ესე იგი რაღაც აზრი, ხო და ესე იგი ჩვენ როდესაც ფიქრობთ ჩვენ, ხო, ის იკვებება და მე ესე იგი დიდი ბურთივით ხდება. და მე უკვე მაგაზე ვარ ჩვენ დამოკიდებული. ამიტომ როგორც კი შემოგივა აზრი, ფიქრი, შიშები, არ გეძირავ სახამოს, გაჩერდი, ჩამოდი ამ დედამიწიდან, ამ რგვალი ბურთიდან, ჩვენ პლანეტიდან, დარჩი შენ და მხოლოდ უფალი. დათქვი უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. იმეორე, რამდენჯერაც შემოგივა, იმდენჯერაც გაიმეორე. მე მესმის მეგობრებო, რომ ეს ძნელი არის, საუბარი ერთია, პრაქტიკა და საქმე სხვა არის. ეს ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ მაქვს ამისი გამოცდილება და თქვა პრაქტიკა. მაგრამ ზუსტად აქ არის ჩვენი ბრძოლა. ზუსტად აქ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ. და ეხლა ალბათ თუ ესე იგი კარგად ვარ ჩვენ მაშინ ყველაფერი კარგად არის, ხო? თავში და ტვინში კარგად მაქვს, გონებაში კარგად მაქვს, არაფერი არ მაწუხებს, არაფერი ესე იგი მავნებს, პრობლემა არ მაქვს, რატომაც არა, წავალ ეკლესიაში, კაცო, დავესწრები წირვას, რატომაც არა. ან თუნდაც ზოგი ამასაც არ აკეთებს, ხო? და როდესაც აი მართლა პრობლემები გაქვს, როდესაც გასაჭირი გაქვს, ჯვარი წერია ყველას, როდესაც განსასწრელი გაქვს, თუნდაც გონებრივი რაღაცა გაწუხებს, შეიძლება მეგობრებო, ამასთან ხურობა არ შეიძლება ადამიანი ბუკვალურად შეიძლება შიზოფრენიამდე მივიდეს. ამდენი ფიქრი. ეხლა ვერცერთი ფსიქოლოგი ვერ გიშველის, ეხლა მე იმას კი არ ვაყენებ, კაცო, ფსიქოლოგებს დიდი საქმეა და ვინც ეგეხმარებათ, იარეთ რა თქმა უნდა ფსიქოლოგებთან, მაგრამ ყველაზე დიდი ფსიქოლოგი, ყველაზე დიდი ექიმი, ყველაზე დიდი მეგობარი ვინ არის? ქრისტე ღმერთი, ხო? და როდესაც შენ მთელი გულით, მთელი შენი გონებით, შენი არსებით, შენი მთელი აი ესე იგი გააჩერებ, დრო გააჩერო უნდა. და თქვა რომ არა რაღაც იქ რაღაცა ესე იგი დაფიქრდები და რაღაც იქ გადახვა რაღაცა იქ. არა, ჩვეულებრივი გულით უნდა თქვა. უფალო შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. დიდება შენ და უფალო და მადლობა. ეხლა ამას სიტყვებს რო იტყვი და როდესაც გაიაზრებ ვის მიმართავ შენ, ვის თხოვ შენ და ვინ გისმენ შენ. ხო, აი ამ ესე იგი სამყაროს, აი ამ ესე იგი galaktikების, ვარსკვლავების, მეგავარსკვლავების, ხო, სამყარო, ნუ რომ ესე იგი ჩვენ ხო საერთოდ რა ვართ ხო წარმოგიდგენიათ. და რო გაიაზრებ ვის მიმართავ შენ, ხო და როგორ შეიძლება რომ შემდეგ ესე იგი რაღაცა პრობლემები გქონდეს ან თუნდაც ეს შიშები და ასე შემდეგ. მეგობრებო, ამიტომ ხშირად ეხლა მარხვაში ვიყოფებით, აი უკვე უახლოვდებით, ხო, ორი კვირა დარჩა
დღეს 24 არის და ხშირად ვიაროთ აღსარებაზე და რაც გვაწუხებს, რაც გვაწუხებს, ის უნდა ვაღიაროთ. ის უნდა, ну თუ ესე იგი საუბრით არა, მაშინ დაწერეთ კი ბატონო. ხო და ესე იგი აბა გაიხარეთ. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, რომ ხვალიცით, რომ წმინდა სპირიდონ ტრიუმფალის ხსენების დღეა და ამიტომ ამბობ და დღეს 24-ში 24 რიცხვში ტრადიციულად დავდებ მის ცხოვრების შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმი იქნება. აუცილებლად უყურეთ, თხოვნა არის რომ გააზიაროთ ასევე და არ გამოტოვოთ ასევე რეკლამები რო ჩაერთვება ხოლმე, არ გამოტოვოთ, ეს დიდი თხოვნა არის, რამოდენიმე წამი უყურეთ, 40-45 წამის კი საკმარისია, იმიტომ რომ ამით თქვენ დაეხმარებით რაღაცა ძალიან მცირედი, ესე იგი შემოსავალი აქვს არხს და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა თხოვოთ, როდესაც დაიწყება ხოლმე რეკლამები, არ გამოტოვოთ, ანუ არ დააჭიროთ გამოტოვებას. უღრმესი მადლობა. ღმერთმა შეგიწიროთ და გაგახაროთ, დაგლოცოთ, მოგცეთ მეტი სინანული, მეტი სიყვარული, მეტი თავდაბლობა, მეტი კეთილი საქმების კეთება და ესე იგი დავეხმაროთ უანგაროს ადამიანებს, მეგობრებო, დავეხმაროთ. აუცილებელი არა ასაბე და ათასობით, რაც გვაქვს დავეხმაროთ, იმიტომ რომ ამას შეიწირავს ზუსტად უფალი. აბა მილიონი რომ მაგ რა თქმა უნდა 100,000 მიცემ ვიღაცას თუ ან თუმცა ზოგი იმასაც არ აკეთებს, ხო, მილიონები და ბევრი მილიონები და ღმერთმა მიცეს, მაგრამ შენ რო გაქვს, ну, პირობითად თქვათ 5 ან 10 ლარი და იქიდან 2 ლარს მიცემ, აი ამას შეიწირა ზუსტად უფალი. და არა იმას, ესე იგი, ვისაც აქვს და თუმცა მასაც შეიწირავს უფალი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა და დიდი მადლობა რომ მისმენთ, რომ ალაიქებთ, ესე ვთქვათ, ვიდეოს იწევთ, გააზიარეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები და გაგახაროთ ღმერთმა. მადლობა.